მოგესალმებით, ვინც თვალყურს ადევნებთ ჩემს საქმიანობას, იცით, რომ წელს პირველ კლასში მიწერს ქართული სწავლება. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა ეს საქმე. აქამდე ვერ მოვიცალე მსგავსი რესურსების გასაკეთებლად, რადგან ვაკვირდებოდი, რა უჭირდათ, რა იადვილებოდათ, სად უნდათ ჩემი ჩარევა და დახმარება პატარებს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მარცვლების ამოკითხვა გვიჭირს. მეც ვემზადები და ვაწყობ მსგავს რესურსებს, რათა დავეხმარო და დავუადვილო ეს პროცესი პატარებს. თუ თქვენც გაქვთ მსგავსი პრობლემა და გამოგადგებათ, გამიხარდება და შემდეგ მომზადებასაც გასწავლით. ახლა კი მზა რესურსს გთავაზობთ, გაჩვენებთ გამოყენების წესს და მზა რესურსის ბმულს დავწერ კომენტარებში, საიდანაც შეგიძლიათ გადმოწერა და გამოყენება. წარმატება თქვენს და მეც. ამ რესურსის გამოყენების წესი ასეთია. იმისთვის, რომ დაიწყოს მუშაობა რესურსმა, საჭიროა დააწყაპუნოთ დაწყებას. დაწყებაზე დაწყაპუნების შემდეგ ბარაბანი იწყებს მოძრაობას და შემდეგი დაწყაპუნებით ისევ დაწყებაზე გაჩერდება ამ თეთრ უჯრებში რომელიღაც ასობგერები და თქვენ უნდა მოსწავლეებს თქვათ, რომ ამ ასობგერების შეერთებით წაიკითხონ მარცვალი და გამთლიანონ ეს ასობგერები მარცვლებად. როგორც ხედავთ, დაწყების მარჯვნივ და მარცხნივ არის ასევე ინტერაქტიული ღილაკები მოქმედება. ამ მოქმედებაზე დაწყაპუნებით ჩნდება პლუს ნიშანი, ანუ გაჩერებულ ასოებს შორის გაჩნდება მოქმედებაზე დაწყაპუნებით პლუს ნიშანი და ჯერ პირველ ორ ასობგერას შეაერთებინებთ და წააკითხინებთ მარცვალს და შემდეგ დაწყაპუნებთ ისევ გაქრება ეს მარცვალი, ანუ თქვენ უკვე გაქვთ პირველი ორი ასობგერისაგან მარცვალი და შემდეგ მეორე მარჯვენა მოქმედებაზე დაწყაპუნებით კვლავ ჩნდება პლუს ნიშანი, რაც მიანიშნებს ბავშვებს იმაზე, რომ ახლა ის ორი ასობგერით მიღებული მარცვალი უნდა გაერთიანოს კიდევ ახალ მარცვალთან და წაიკითხოს ერთად ეს მარცვლები, ცალ-ცალკეც და ერთადაც. პლუს ნიშნები ჩნდება მოქმედებაზე დაწყაპუნებით და ასევე ქრება მოქმედებაზე დაწყაპუნებით. თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე უჯრა ცარიელი დარჩა ბარაბნის დაატრიალების შემდეგ, ხელახლა დაატრიალებინეთ, ან მხოლოდ ორი ასობგერისაგან შეადგენინეთ ეს მარცვლები. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დამეხმარება ეს რესურსი იმისთვის, რომ მარცვლების მოკითხვაში გავწაფოთ ჩემი მოსწავლეები. მოკლედ, ნახოთ რამდენიმე ნიმუში და ამით დაგემშვიდობებით. როგორც შეგპირდით, მზა რესურსის ბმულს დავწერ ამ ვიდეოს კომენტარებში, საიდანაც თუ მოგეწონებათ და მოგინდებათ გამოყენება, ჩამოტვირთავთ ამ მზა რესურსს და გამოიყენებთ. წარმატებას გისურვებთ. როგორც ხედავთ, გაჩერდა ლა. შესაძლებელია, რომ მხოლოდ ეს ლა წააკითხოთ ბავშვებს, ან ხელახლა დაატრიალოთ და ხედავთ, რომ პირველი ცარიელი დარჩა, ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება მეორე ღილაკი, დავაწყაპუნება მეორე ღილაკს და ვოდა მის გავაერთიანებ და წავაკითხებ მარცვალს. დავაწყაპუნებ გაქრება ეს, კვლავ დავაწყაპუნებ ამ ღილაკზე და ხედავთ, რომ ა და რ-ა შესაძლებელია, რომ ეს ა და რ გაერთიანებინოთ, ან ხელახლა დაატრიალოთ, ვიდრე სამივე ასობგერა არ ამოვა და არ გაერთიანებინებთ. აქ მაგალითად უშ უნდა წაიკითხოს, შემდეგ გააქრობთ ამ პლუს ნიშანს და აქეთ ამ მოქმედებაზე დაწყაპუნებით უკვე უშ-ნი. მოკლედ ამგვარად საკმაოდ ბევრი ასობგერები და მარცვლები აქვს და შესაძლებელია, რომ მშვენივრად იხალისონ კიდეც და გაიწაფნენ მოსწავლეები მარცვლების ამოკითხვაში და შემდეგ უკვე სიტყვების გამთლიანებაში ამ მარცვლების დახმარებით. იმედია მოგეწონათ და თქვენც გამოგადგებათ. კარგად გრძანდებოდეთ.